გამარჯობა მეგობრებო, გრძელდება ქაროს ისტორიების რუბრიკა. ამ რუბრიკაში ვინც არიცით გეტყვით რომ მე მოგიყვებით საავტომობილო ისტორიებს. Როგორ შეიქმნა სხვადასხვა ბრენდი, როგორ გადარჩა და როგორ მოვიდა იქამდე, სადამდეც მოვიდა. ასე რომ პირველ ვიდეოში მე მოგიყევით BMW-ს ისტორიის შესახებ 1916 წლიდან 1975 წლამდე. ეს არის უკვე მისი მეორე ნაწილი, სადაც მოგიყვებით BMW-ს ისტორია 1970 წლიდან დღემდე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ საავტომობილო ბრენდების წარმომავლობას და ისტორიას მოგიყვებით ამ რუბრიკაში. ამ რუბრიკაში მე ასევე მოგიყვებით იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომელიც საავტომობილო ისტორიაში მოხდა. აი მაგალითად BMW-სა და Mercedes-ის დაპირისპირება DTM სარბოლო კლასში, Ferrari-სა და Ford-ის დაპირისპირებაზე მოგიყვებით, ასევე მოგიყვებით Lamborghini, როგორ შექმნა Lamborghini, მას შემდეგ რაც Ferrari-მ დაუარა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა. შემდეგ ვიდეოში მე მოგიყვებით როგორ შეიქმნა ელექტრომობილები, საით მიდის ეს ბაზარი, რატომ ქმნის ამ ბაზარზე ამის ჩინეთი და რატომ ვფიქრობ რომ ჩინური ავტომობილები მთელ მსოფლიოს დაიპყრობენ. ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც, ასე რომ გირჩევთ რომ გამოიწეროთ ეს არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და როდესაც უკვე ეს ვიდეო ავა 5000 ლაიქზე, 10000 ცოტა ბევრია, იმიტომ რომ პერიოდი ახლა ისეთი რომ YouTube-ისთვის ბევრს არ ცხელა. ასე რომ მოდი 5000 ვთქვათ, 5000 ლაიქზე როდესაც ავა ეს ვიდეო, დავდებ უკვე შემდეგ ვიდეოს, სადაც ამ ელექტრომობილებზე გესაუბრებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო იქნება, თქვენს ცხოვრებაზე გავლენა ექნება ყველა ვარიანტში ამ თემას, ელექტრომობილების თემას და ვფიქრობ, რომ ყველას დაგაინტერესებთ. კარგი, ახლა კი მოდი გადავიდეთ BMW-ს ისტორიაზე, თუმცა სანამ BMW-ს ისტორიაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ამ რუბრიკის წარმომდგენი არის Car.G, ეს არის ჩემი ბიზნესი, საიტი, სადაც შეგიძლიათ ავტომობილის გარშემო ბევრი სხვადასხვა სერვისი მიიღოთ. მაგალითად, გამოიძახოთ ავტოასისტენტი და გაატანოთ ავტომობილის შესაკეთებლად. ან დაჯავშნოთ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის სერვის ცენტრი და თქვენ თვითონ წაიყვანოთ ავტომობილი ამ სერვის ცენტრში სხვადასხვა სერვისებზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ ბევრი დიჯიტალ სერვისი მიიღოთ. მაგალითად, შეიძინოთ საავტომობილო დაზღვევა, ოღონდ პასუხისმგებლობის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გყავს ავტომობილი და რამე მანქანას დაეტაკები, ან მაგალითად, ღმერთმა გაშოროთ, რა თქმა უნდა, ან მაგალითად ავტობუსს დაეჯახები, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს და თვეში 10 ლარად შეგიძლია რომ ეს ხარჯები თავიდან აირიდო. თვეში 8 ლარიდან იწყება უბრალოდ ჩვენთან საავტომობილო დაზღვევა, ძალიან საინტერესოა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ დაზღვევების უმეტესობა არაზღვევს 20 წელზე უფროს ავტომობილს, ჩვენთან ვიმუშავეთ სადაზღვევებთან და შევძელით ის, რომ PSP აზღვევს 2000 წლიდან ავტომობილს, ასე რომ 20 წელზე ცოტა უფროს ავტომობილსაც აზღვევთ. ნახოთ მომავალში ვცდილობ რომ გავაუმჯობესო ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე შეგიძლიათ 2000 წლიდან ავტომობილების დაზღვევა PSP დაზღვევაში. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის, რომ ამის საშუალება მოგვეცა და კიდე გეტყვით, რომ Car.G-ზე შეგიძლიათ დაამატოთ ზეთის შეცვლები, რომ ბირკის დაკვრა აღარ დაგჭირდეთ მანქანაზე, ასევე შეგიძლიათ წარმოიღოთ ჯარიმები და როდესაც მოგივა ეს ჯარიმა გადაიხადოთ ჩვეულებრივად, ასევე ტეგდათვალიერებას შეგახსენებთ, მოკლედ ბევრი რამეა Car.G-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ, რეგისტრაციას უკვე ავტოასისტენტის გამოძახება აღარ ჭირდება. მოდი ახლა გადავიდეთ BMW-ს ისტორიაზე. 1970 წელია. ამერიკაში Dodge Charger-ი დარახრახებს ჩემი ერთ-ერთი ოცნების ავტომობილი. გერმანია ორად არის გაყოფილი, აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ხელშია, დასავლეთ გერმანია ნატოს ქვეყნების ხელშია და დასავლეთ გერმანიაში ტექნოლოგიური ბუმია. ასევე BMW-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდია, იმიტომ რომ 1970 წელს BMW-ს სათავეში მოდის ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დირექტორი BMW-ს დირექტორების ისტორიაში, ეს არის Eberhard von Kuhnheim, ან Kuhnheim, არ ვიცი ზუსტად როგორ იკითხება, მაგრამ Eberhard von Kuhnheim ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, მოდის BMW-ს დირექტორად 1970 წელს და ეს არის ადამიანი, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ექნება ბრენდზე. მაგალითად, ეს იყო პიროვნება, ვისი ხედვაც ეყრდნობოდა იმას, რომ თუ უნდა რომ ბრენდს დიდებული გახდეს, ის უნდა მასშტაბირდეს მთელს პლანეტაზე, ანუ გლობალიზაცია იყო მისი ხედვა. თუმცა იმ პერიოდში აღმოსავლეთ სამყარო ცოტა რთული სკეილებელი იყო, ასე ვთქვათ, ანუ გასაფართოებლად ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ესაზღვრებოდა და მაინც და მაინც დიდი გასგანი არ ქონდა, ასე რომ Eberhard-მა აირჩია ამერიკაში გაფართოება და ამ პერიოდში BMW-ს პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა ამერიკაში. თუმცა, ნუ გავუშვებთ მოვლენებს და მოდი დავბრუნდეთ 1972 წელში. BMW აშენებს თავის აწუკვე ლეგენდარულ ოფისს მიუნხენში და უშვებს მეხუთე სერიას E12-ს. მეხუთე სერია იყო სპორტული სვლისა და ლაქშერი
განცდის, ანუ კომფორტის, ასე ვთქვათ, სიმდიდრის მიქსი და პირველი მეხუთე სერიის ავტომობილი უკვე 1972 წელს ვიხილეთ BMW-სგან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ბრენდის ისტორიაში, იმიტომ რომ მომავალში ეს მეხუთე სერია გახდება პლატფორმა ყველა იმ მეხუთე სერიისთვის, რომელიც ასე შეგვიყვარდა ჩვენს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში. ძალიან საინტერესო ასევე ის, რომ ებერჰარდის პერიოდში დაიწყეს ის ამბავი, რომ BMW-ს სალონი მოატრიალეს მძღოლისკენ და ეს შემთხვევით არ მოხდარა, იმიტომ რომ ამ პერიოდში BMW-ს ლოზუნგი გახდა Ultimate Driving Machine. რაც ნიშნავს იმას, რომ BMW გახდა სრულყოფილი ავტომობილი მართვისთვის და თუ მართვა არის მთავარი მიმართულება BMW-ისთვის, ესე იგი მძღოლია მთავარი და შესაბამისად მძღოლზე იყო მთლიანად ავტომობილი მორგებული. ასე რომ BMW-ს სალონები რომ მოგწონა და იძახდით, რომ მოტრიალებული არის მძღოლისკენო, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და შიმას მადლობა გადაუხადოთ და გავაგზავნოთ. ასევე ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ BMW M Motorsport-ი დაარსდა. მოკლედ ახლა აქ რა მოხდა რა? 1973 წელს BMW მიხვდა, რომ უკვე ჭირდებოდა ავტოსპორტში თავის გამოვლენა, რადგან როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე წინა ვიდეოში, ავტოსპორტს ძალიან დიდი გავლენა აქვს ბრენდისა და ავტომობილის განვითარებაზე. ასე რომ გადაწყვიტეს, რომ დაეფუძნებინათ კომპანია M Motorsport GmbH. უბრალოდ GmbH. GmbH გერმანულად უბრალოდ შეპესეს ნიშნავს, არაფერი აქ განსაკუთრებული, ანუ BMW Motorsport-ი იყო BMW-ს შვილობილი კომპანია. აი მაგალითად მე რო ახლა ქარუს შვილობილ კომპანიად დავაფუძნო რაღაც შეპესე სუქანი ძაღლი ავტოსპორტი რა, ბიგლუს როზე რა პატივი. სუქანი ძაღლი ავტოსპორტი რო დავაფუძნო და ქარუს შვილობილი კომპანია რო იყო, ზუსტად ეგეთი რაღაცა იყო BMW M Motorsport-ი და სხვათა შორის პირველი რაც ამ კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ მოხდა, იყო ჩემი საყვარელი BMW-ს ერთ-ერთი საყვარელი BMW-ს შექმნა, ეს არის BMW 3.0 E9. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილი ჩემი აზრით, რომელიც BMW-ს გამოუშვია, ოღონ არა ქარხნულ მდგომარეობაში. ის შეგიძლია ცოტა სტანს ტიპად გადააკეთო, BBS-ის დისკები დაუყენო, შავ ფერში გადაღებოდა ულამაზესი რაღაც გამოდის. სხვათა შორის ასევე ძალიან კარგად არის ეს ავტომობილი გამოჩენილი ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან ემოციურში, ეს არის წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება და ვისაც ძაღლები გიყვართ, გირჩევთ რომ ამ ფილმს მოერიდოთ, იმიტომ რომ პატარა ბავშვით იქვითინებთ მისი ნახვისას. ეს არის ერთ-ერთ რბოლელ ბიჭზე, რომელსაც ყავს Golden Retriever-ი ჯიშის ძაღლი და ეს ძაღლი ყვება ამ ბიჭის ისტორიას და მოკლედ საბოლოო ჯამში, ამ ბიჭს ძალიან ბევრი დრამა აქვს ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში მიზანი აქვს რომ Ferrari-ს რბოლელი გახდეს. მოკლედ ავტომობილები და ძაღლები ვისაც გიყვართ საუკეთესო ფილმია, მაგრამ ემოციურ ტრავმას ვერასოდეს ვეღარ მოიშორებთ ამ ფილმის ნახვის შემდეგ. კარგი, მოდი ახლა დავუბრუნდეთ ისევ BMW-ს და გეტყვით რომ 1973 წლიდან 7 წლის განმავლობაში, უბრალოდ 6 შეიძლება თქვენ დათვალოთ, მაგრამ რადგან 73 წელიც იცვლება, 7 წლის განმავლობაში 73 და 79 წლამდე ეს BMW 3.0 E9 იცავდა BMW-ს ღირსებას სხვადასხვა მოტოსპორტში. ის მონაწილეობდა ლემანის 24 საათიან რბოლებში და ასევე მონაწილეობდა DTM-ის რბოლებში. სხვათა შორის ამ ავტომობილს ეძახდნენ ბეტმენის ავტომობილსაც, იმიტომ რომ ვიზუალურად ძალიან გავდა ბეტმენის ავტომობილის DTM-ის ვერსია. და ეს ავტომობილი მე ვნახე კომოს ტბაზე, როდესაც BMW-ს მიწვევით ვიყავი კონკურსო D Elegance-ზე, ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ეს ვიდეო და იქ მაქვს ნაჩვენები კონკრეტულად ის ავტომობილი, რომელიც ამ წლებში იღებდა რბოლებში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო და ლამაზი ვიდეოა, ასე რომ ყველას გირჩევთ რომ გადახვიდეთ და უყუროთ მაგ ვიდეოს თუ არ გაქვთ ნანახი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საავტომობილო სამყაროში 1973 წელს. 6 ოქტომბერს ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და ეგვიპტემ და სირიამ დაარტყეს ისრაელს. ეს მოხდა იომ კიპურის დღეს. იომ კიპურის დღე იუდეველებისთვის ძალიან წმინდა დღეა, ამ დღეს მარტო ისინი ლოცულობენ და მეც არაფერს არ აკეთებენ და სწორედ ეს დღე შეარჩიეს ეგვიპტემ და სირიამ, რომ ისრაელისთვის დაერტყათ. დაიწყო ომი და ასევე ამაზე რეაქცია ჰქონდა OAPEC-ს. OAPEC-ი არის არაბული საწვავის საწარმოო ქვეყნების ორგანიზაცია. მოკლედ, ამ ქვეყნებმა დაადეს ემბარგო ყველა ისრაელის მოკავშირე ქვეყანას, მათ შორის ამერიკასაც და 25%-ით შეამცირეს ნავთობის ექსპორტი ამ ქვეყნებში. 25% შეიძლება თქვენ ახლა ვინც ამ ინდუსტრიაში ვერ რკვევით, ფიქრობთ რომ ბევრი არაფერია, მე რა მოხდა, თუ იყო 20 ლიტრი გახდება 15, მაგრამ ეგრე არა, მეგობრებო. 25% ძალიან ბევრია ბენზინის ექსპორტისთვის, იმიტომ რომ ბენზინი არ გამოიყენება და ნავთობის პროდუქტები არ გამოიყენება მხოლოდ ავტომობილებში, ეს გამოიყენება საჰაერო მიმართულებითაც, ანუ თვითმფრინავებში, გემებში და ასე შემდეგ. და როდესაც
25%-ით მცირდება ეს ექსპორტი. პირველ რიგში პრიორიტეტულ მიმდინარეობებს აკმაყოფილებენ, რაც არის გემები, იმიტომ რომ გადაზიდვებთან არის კავშირში, თვითმფრინავები, იმიტომ რომ გადაზიდვებთან და მგზავრობასთან არის კავშირში და ინდუსტრიასთან და სხვა ყველაფერს და ბოლოს აკმაყოფილებენ ავტომობილებს, იმიტომ რომ ავტომობილი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი როგორც გემი და თვითმფრინავი და საბრძოლო ტექნიკა და ამიტომ ადამიანებს ძალიან დაეწყოთ ეს ყველაფერი. იმდენად დაეწყო, რომ ერთი ბარელის ფასი $3-დან $12-მდე ავარდა. ანუ 25%-იანმა შემცირებამ ექსპორტისას ამ ქვეყნებში ამ შემცირებამ გამოიწვია ის, რომ 4-ჯერ გაიზარდა საწვავის ფასი. წარმოგიდგენიათ, რომ აი დღეს რო უცბად მაგალითად 12-13 ლარი გახდეს თბილისში ბენზინის ფასი, აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა მოხდა უცბად ერთ კვირაში. ამან რა თქმა უნდა პანიკა გამოიწვია განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონში და განსაკუთრებით ამერიკაში და იმდენად დიდი პრობლემა გახდა ეს ამერიკისთვის, რომ ამერიკაში შეზღუდვაც კი დააწესეს იმაზე თუ ერთი კვირის განმავლობაში რამდენი ლიტრის, უბრალოდ გალონებით ითვლიან, რამდენი გალონის შეძენა შეეძლო ჩვეულებრივ მომხმარებას ადამიანს თავისი ავტომობილისთვის. აი წარმოიდგინეთ ახლა ვიღაცამ რომ დაგიწესოთ შეზღუდვა, რომ შენ კვირაში 50 ლიტრ საწვავზე ან სიტყვაზე 10 ლიტრ საწვავზე მეტს ვეღარ შეიძენ. ანუ ეს ხო ძალიან დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაეწყო ავტომობილებსაც. ამერიკაში 70 წლის მერე რა ავტომობილების გამოვიდა ყველა ძალიან დაბალი ხარისხის ძალიან არასასურველი ავტომობილებია. აი მუსტანგზე არის ეს ყველაზე კარგად მუსტანგზე აისახა, იმიტომ რომ 1970 წლის მერე მუსტანგი რაც გამოდიოდა, არავის არ უნდა ეგ მუსტანგები, იმიტომ რომ საწვავის კრიზისის პერიოდშია შექმნილი და ბევრი რაღაცა ისეა გაკეთებული, როგორც მუსტანგის მოყვარულებს არ მოწონთ. აღარ იყო ეს დიდი ვერვარი როხროხა ძრავები, რომელიც ბევრს წავს და მოკლედ ძალიან ბევრი რამე შეცვალა საავტომობილო ინდუსტრიაში ამ ომმა. თუმცა ვიღაცები იყვნენ, ვინც ამით ისარგებლა. ეს ძირითადად იყო აღმოსავლეთ ქვეყნების ავტომწარმოებლები, მაგალითად იაპონური ავტომწარმოებლები, იმიტომ რომ ისინი ქმნიდნენ ავტომობილებს, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარდა. და სხვათა შორის ჩემი დაცუნიც ამ პერიოდში არის შექმნილი და ამ კრიზისის გამო გახდა ძალიან პოპულარული, თუმცა მაგის ისტორიას მე ცალკე მოვყვები, როდესაც მაგის დრო მოვა. კარგი, ახლა მოდი დავუბრუნდეთ BMW-ს. 1973 წლიდან BMW-მაც ამაზე რა თქმა უნდა თავის სარგებელი ნახა, იმიტომ რომ BMW-ს და ზოგადად გერმანული ავტომობილები შედარებით პატარა ზომისა და ეკონომიური იყო ვიდრე ამერიკული ავტომობილები და ამერიკის კონტინენტზეც სწორედ ამ დროს დაიწყო BMW-ების გაფართოება, იმიტომ რომ ამერიკისთვის შეეძლოთ შეეთავაზებინათ ისეთი მანქანები, რომელიც შედარებით ნაკლებს წვავს და ნაკლებად იქონიებდა მათ ცხოვრებაზე გავლენას საწვავის კრიზისი ამის გამო. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 1975 წელს უკვე BMW იწყებს ამერიკაში გაფართოებას და ხსნის პირველ წარმომადგენლობას. თუმცა გარდა ამისა 1975 წელს ხდება კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელის, უпростоრად სერიის წარდგენა, ეს არის მესამე სერია. პირველი მესამე სერია შეიქმნა 1975 წელს და ეს გახდება ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი BMW-ისთვის. ყველაზე მეტი ავტომობილი BMW-ს მესამე სერია აქვს გაყიდული. მოკლედ, მესამე სერიის წარდგენა მოხდა 1975 წელს, შეიქმნა BMW-ს პირველი წარმომადგენლობა ამერიკაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფორმულა 2-ში BMW გახდა ძრავების მომწოდებელი. ეს იმითოა მნიშვნელოვანი, რომ ფორმულა ზოგადად ავტოსპორტის ყველაზე მაღალი დონის სფეროა, სადაც კონკრეტულად ავტომობილებისთვის და კონკრეტულად სეზონებისთვის იქმნება ძრავები და ეს არის ადგილი, სადაც ავტომობილებს და ავტომწარმოებლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეუძლიათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ფორმულა 1-ში იყოს, ან როგორც მინიმუმ მისი ტექნიკური მახასიათებლების განვითარებაში იღებდეს მონაწილეობას. აწვდიდეს ძრავებს, რაღაც დიზაინს აკეთებდეს და ასე შემდეგ. მოკლედ BMW 1975 წელს შეყო ცხვირი ფორმულა 2-ში. მას შემდეგ რაც BMW წარმატებული დებიუტი განახორციელა ფორმულა 2-ის საავტომობილო ინდუსტრიაში, გადაწყვიტა რომ ახალ კლასში ეცადა ბედი და გამოუშვა პირველი მე-6 სერია E24. მოკლედ ეს იყო მდიდრული Grand Tourer კუპე, რომელიც მე სხვათა შორის გადაღებული მყავს, აგერ შეგიძლია ნახოთ, უბრალოდ გადაღებული მაქვს. ეს არის ვიდეო, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საინტერესო ავტომობილია და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს მის სინახვა. კონკრეტულად ეს ეგზემპლარი, რომელიც მე გადავიღე, არის ადამიანის ნაკონი, რომელიც მთვარეზეა დამყოფი. ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს მოდელი განსაკუთრებული და აღსანიშნავი იყო იმით, რომ M30 ძრავა იდგა შიგნით და M30 ძრავი BMW-ს იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძრავია და მისი დიზაინერი იყო პოლ ბრაცკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე
დახვეწილი გემოვნების და დახვეწილი ნამუშევრების ავტორია, ჩემი აზრით, და ასევე მისი შექმნილია BMW Turbo, რომელიც კონცეპტუალური ავტომობილი იყო და Mercedes W111. მოკლედ ამ ადამიანს ავტოინდუსტრიაზე და დიზაინზე დიდი გავლენა აქვს და შესაბამისად ძალიან ლამაზი ავტომობილიც დახატა, BMW მე-6 სერიის სახით. 1970-იანი წლების ბოლოსთვის უკვე BMW მე-7 სერიას გამოუშვა, ეს იყო უკვე Lux კლასის სედანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე BMW-ს დიზაინის ფუძემდებელი იყო. უпростоრად თანამედროვე არა, 2010 წლამდე BMW-ს დიზაინის ფუძემდებელი იყო. ის ზვიგენისებრი დიზაინი სწორედ ამ მოდელისგან მოდის. სხვადასხვა ეს იყო პირველი ავტომობილი, ერთ-ერთი პირველი ავტომობილი უпростоრად, რომელსაც ABS-ი ჰქონდა და ასევე კომპლექსური კლიმატ კონტროლის სისტემა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და საიმედო ავტომობილი, რომელიც 50 ძრავით იყო აღჭურვილი, მაგრამ გარდა 50-ისა ამ მოდელში ასევე იყო M2, M6 და M88 ძრავი. ეს ლეგენდარული ავტომობილი 1986 წლამდე გაჩერდა კონვეიერზე და შემდეგ უკვე ჩაანაცვლა უფრო დახვეწილმა E32-მა, რომელზეც ცოტა ხანში ვისაუბრებ. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მათ შორის ავარიაც. ამან შეიძლება ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს. თვეში რვალარად ამ რისკის დაზღვევა შეგიძლია. შეგიძლია გადახვიდე ქარო ჯიზე და შეიძინო პასუხისმგებლობის დაზღვევა. თვეში სულ რაღაც რვალარი და შეგიძლია მშვიდად იყო. წარმატებებს და მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ. კარგი, ახლა კი 70-იანი წლების ბოლო და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ავტომობილზე მინდა გესაუბროთ. 1978 წელს BMW-მ გადაწყვიტა, რომ სარბოლო ინდუსტრიის ყველაზე მაღალ კლასში უნდა გაელაშქრა. უпростоრად ძალიან ავტომობილების სარბოლო ინდუსტრიის. ეს არის Group 5, ანუ მეხუთე ჯგუფის სარბოლო კლასი, სადაც ლეგენდარული Porsche 995 მონაწილეობდა. Porsche 995 მაშინ იყო ზარიანი ავტომობილების სარბოლო ფლაგმანი, ასე ვთქვათ. თუ ამ მანქანას კონკურენციას გაუწევდი, ესე იგი ყველაფერს გაუწევდი კონკურენციას. ეს იყო საუკეთესო ავტომობილი საუკეთესო მწარმოებლისგან და დიახ მეგობრებო, ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ, რომ Porsche-ს საუკეთესო ინჟინერი აქვს სოფლიოში. თუმცა ამას უკვე Porsche-ს შექმნის ისტორიაში მოგიყვებით და მიხვდებით, რატო არის ინჟინერულად ყველაზე დახვეწილი ავტომობილი მთელ საავტომობილო ისტორიაში. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ BMW უამრავი ფული და დრო დახარჯა, რომ Porsche-სთან თავისი სათქმელი ეთქვა. Group 5 შეიძლება ჩვენთან პოპულარული არასოდეს ყოფილა იმის გამო, რომ მაშინ ჩვენ საბჭოთა კავშირის წილეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სარბოლო ჯგუფი. და იმდენად ელიტარული სარბოლო ჯგუფი იყო ეს, რომ თავისი შეზღუდვები ჰქონდა, რომელიც ძალიან რთული იყო, რომ დაგეკმაყოფილებინა. იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ BMW ამას მარტო ვერ იზამდა, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ინჟინერია აღარ იყო საკმარისი. აქ იყო რაღაც ისეთი საჭირო, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი რა. მოდი ჩვენ ამას დავარქვათ სული. ამიტომ BMW-მ გადაწყვიტა, რომ მიემართა ისეთი ვიღაცისთვის, ვისაც სული იმდენად გამოკვეთილი ჰქონდა ავტომობილებში, რომ თუ ძალიან მოინდომებდი, შეიძლებოდა შეხებოდი კიდეც. Lamborghini-ს. კი ბატონო, Lamborghini დაეხმარა BMW-ს ამ ყველაზე განსაკუთრებული და განსხვავებული ავტომობილის შექმნაში. ავტომობილის დიზაინზე ლეგენდარულმა ჯორჯეტო ჯუჯიარომ იმუშავა. სახელი და გვარი უკვე გეუბნებათ, რომ აქ ყველაფერი დახვეწილი და კლასიკური იქნებოდა. იტალიელებს სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ. ჯორჯეტო ჯუჯიარომ შექმნა ავტომობილი, რომელსაც ძრავა ცენტრში ჰქონდა, სიმძიმის ცენტრი ძალიან დაბლა და გამოიყურებოდა ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს Lamborghini. კი ბატონო, ალბათ ეს არის BMW, რომელიც ყველაზე ნაკლებად გავს BMW-ს. BMW M დაერქვა ამ მოდელს, იმიტომ რომ ეს იყო პირველი M ავტომობილი, რომელიც შეიქმნა რბოლებისთვის და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი M ავტომობილი. მოკლედ ამ ავტომობილს რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებელი ჰქონდა. პირველი ის იყო, რომ ბოჭკოვანი მინისგან იყო დამზადებული მისი ძარა, ჩონჩხი იყო ალუმინის, 3.5 ლიტრიანი ძრავა შუაში იყო განთავსებული და მძღოლი იმდენად დაბლა იჯდა, რომ დილით ეშმაკის დამთქნარება ტრაქს უწოვდა. მოკლედ ამ მანქანას ყველაფერი ჰქონდა, რომ პირველი სრულყოფილი სუპერკარი გამختارიყო BMW-სგან. თუმცა ჰქონდა ერთი ძალიან დიდი პრობლემა. Lamborghini-ს ფინანსური პრობლემების გამო ამ ავტომობილის დამთავრება მოუწია BMW-ს. BMW-ს არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, რომ ეს ავტომობილები დროულად დაემთავრებინა და იმდენი ხანი დაჭირდა ამ ავტომობილის დამთავრებას, რომ ჯგუფ 5-ის რბოლებში წესები შეიცვალა და BMW ვეღარ შეძლო ამ კონკრეტული ავტომობილით ამ რბოლებში მონაწილეობის მიღება და მოუწია ჯგუფ 4-ში მონაწილეობა და რბოლა. და ჯგუფ 4 შედარებით დაბალი კლასის იყო, დაახლოებით როგორც Formula 1 და Formula 2-ია, ისეთი განსხვავება იყო ამ ჯგუფებში რა, უფრო მარტივად რო ვაგიხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ BMW-მ დახარჯა მილიარდზე მეტი ავტომობილის შესაქმნელად, რომლითაც ვერ ირბოლა.
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კრახი იყო BMW-ის ისტორიაში და ჩვენ შეგვიძლია ერთი ძალიან კარგი რაღაცა ვისაუბროთ აქედან. თუ ბიზნესის კეთება სოდესმე გადაწყვეტთ და თქვენ ცხოვრებაში დადგება ესეთი მომენტი, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯეთ, მაგრამ რაღაცა არ გამოგივიდათ, გული არ დაგწყდეთ. ძირითადად ბიზნესში ეგრეა ხოლმე რა, 10 რაღაცას ცდი, 7 რაღაცაზე ან 8 რაღაცაზე დახარჯა უამრავ ფულს არ გამოდის და 2 გამოდის და ეს 2 გადაფარავს მერე იმ ყველაფერს. ყველა ბიზნესმენის ცხოვრებაში ეგრეა. BMW-ის ისტორიაშიც ეგრე იყო, Warren Buffett-ის ისტორიაშიც ეგრეა, Jeff Bezos-ის ისტორიაშიც ეგრეა, Elon Musk-ის ისტორიაშიც ეგრეა, საქართველოს მაგალითად თუ გინდათ, ჩემ ისტორიაშიც ეგრეა, 10 საკეთებ, 2 ჩავარდნა, უბრალოდ 8 ჩავარდნა, 2 წარმატებულია და ის 2 წარმატებული გადაფარავს ყველაფერს. ასე რომ გული არ გაიტეხოთ მეგობრებო, ვისაც ბიზნესის წამოწყება გინდათ, შეგიძლიათ რომ ეს გაითვალისწინოთ. 10-დან 8 არ გამოგივათ და ეგ ჩვეულებრივი ამბავია, თქვენი ბრალი მანდ შეიძლება ბევრი არც არაფერი არ იყოს, უბრალოდ ესე ხდება ცხოვრებაში. რას ვისაუბროთ? კარგი, მოდი გავაგრძელოთ 1980-იანი წლებით. Opa, 1980-იანი წლების დადგა. ეს იმდენად ბრუტალური და განსაკუთრებული პერიოდი იყო BMW-ის ისტორიაში, რომ ცოტა ხანი შესვენება დამჭირდა, ყავაც მოვიმარაგე. წყალი დავლიე, წელში გავიმართე, იმიტომ რომ ეხლა უნდა მოგიყვეთ ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც BMW-ს ოდესმე ქონია. და სანამ აქამდე მივალთ, მინდა გითხრათ, რომ 80-იან წლებში მაინც კარგად არ მიდიოდა ქვეყანაში ყველაფერი, უბრალოდ პლანეტაზე ყველაფერი. კაი, 80-იანი წლები ის პერიოდია, როდესაც ამერიკაში უდიდესი რეცესია, ადამიანებს თავის საპენსიო დანაზოგები გაუქრათ ფაქტობრივად, ყველაფერს დედა ეტირა. ჩინეთში დაიწყო რეფორმები, რის შემდეგაც ის უკვე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა გახდება და იმ დონემდე მივა, რომ აგერ გუშინ ტრამპი ჩინეთს ეხვეწებოდა რაღაცეები დამითმეოდა ჩინელ ჯარისკაცებს შობაც კი მიულოცა. კი ბატონო, აქამდე მიიყვანა რეფორმებმა ჩინეთი და მაინც კარგად და დაალაგებულად არ იყო ყველაფერი პლანეტაზე, ბოლო-ბოლო ჩვენთან საბჭოთა კავშირი მძვინვარებდა. ამ პერიოდში BMW-მ რატომღაც გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო მეტი გაფართოების დრო იყო და ახალი ვერტიკალები უნდა დაეშვა. 80-იან წლებში BMW-მ გამოუშვა E30, E32, E28 და E30 M3. აი ამ ბოლო მოდელზე მინდა გავჩერდე და ეხლა უფრო დეტალურად მოგიყვეთ როგორ შეიქმნა ეს ავტომობილი. მოკლედ, 1980-იან წლების დასაწყისში და მსოფლიო იხილა განსაკუთრებული რაღაცა. კლაუს ლუტის ქმნილება, BMW E30. ეს იმდენად წარმატებული და იმდენად კარგად გაყიდვადი მოდელი აღმოჩნდა, რომ BMW მის შემოგთავაზა 4-კარიანი ვერსიაც კი. კი ბატონო, E30 იყო პირველი მესამე სერია, რომელსაც 4 კარი ჰქონდა. გარდა 4 კარის ამ ავტომობილში ასევე გააკეთეს კაბრიოლეტის მოდიფიკაციაც რა, კაბრიოლეტის გამოდიოდა ეს მოდელი. და მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ყველაფერი ჩაეტიათ, იმიტომ რომ კარგად იყიდებოდა ძალიან ეს მანქანა და იქამდე მივიდნენ, რომ BMW პირველი ყველა ამ ძრავის კი შემოგთავაზა. E30 იყო პირველი BMW, რომელსაც 4-ვე წამყვანი თვალი ჰქონდა. თუმცა, მისი ყველაზე დიდი წარმატება მოგვიანებით მოვიდა და ეგ რომ მოგიყვეთ, ისე 82 წელს უნდა დავბრუნდეთ. როდესაც E30 გამოუშვეს თავიდან, ის გამოდიოდა რამდენიმე ტიპის ძრავი. ეს იყო 4-ცილინდრიანი ბენზინის, 6-ცილინდრიანი ბენზინის და 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავები. მოგვიანებით კი უკვე გააკეთეს E30 M3. E30 M3 არ შექმნილა იმისთვის, რომ კარგად გაყიდულიყო. ის შეიქმნა ერთი კონკრეტული მიზნისთვის, რომ ეჯობნა Mercedes-ისთვის. ნახეთ ახლა როგორი რაღაცა მოხდა. BMW-ს უკვე კარგად ჰქონდა ფეხი მოკიდებული ავტოსპორტში. Formula 2-ისთვის აწყობდა ძრავებს, ლემანში იღებდა მონაწილეობას, E9 საკმაოდ წარმატებული მოდელი აღმოჩნდა და ყველა მიცოდა, რომ BMW კარგ ავტომობილებს უშვებდა. მაგრამ ყველა მიცოდა, რომ BMW Mercedes-თან ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა. BMW-ს ჰქონდა პრეტენზია, რომ ის საუკეთესო უნდა ყოფილიყო და როგორც დონალდ კერონმა თქვა, თუ გინდა იყოს საუკეთესო, უნდა დაამარცხო საუკეთესო. ეს ინგლისურად გესაჯღებდა. კარგი. მოკლედ, BMW-მ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო ამოიღო მიზანში და DTM-ის რბოლებში ეჯობნა Mercedes-ისთვის. Mercedes იმ პერიოდისთვის, პარადი მიყავდა რა, 190E გამოუშვა, რომელიც უნიკალური ავტომობილი იყო. ამ ავტომობილმა დაამყარა უამრავი რეკორდი, ასევე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. მის შემუშავებაზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. იყო ინოვაციური მანქანა, რომელსაც ისეთი ინჟინერია გაუკეთეს, რომ დღესაც კი მისი მართვა ყველა სხვა თანამედროვე ავტომობილისგან განსხვავდება. ამ მანქანაზე ფული არ დაზოგილა და მიიღეს ის, რომ ყველაფერს იგებდა. ეს იყო რაღაცა მონსტრი, დაუმარცხებელი, რომელიც ძალიან რთული იყო, რომ მისთვის კონკურენცია გაგიწია. BMW სწორედ ის ამოიღო მიზანში. კი ბატონო, ასეთი დარწმული აღმოჩნდა ვიღაცა BMW-ში, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო და შექმნეს E30 M3, რომელიც საშინლად იმართებოდა, არც ისეთი სწრაფი იყო, 6-ცილინდრიანი ჩვეულებრივი E30 კუდზე ეჯდა და ისე მიყვებოდა ამ მოდელს, მაგრამ აკეთებდა იმას, რასაც ვერცერთი სხვა BMW ვერ აკეთებდა. 190-ს უგებდა. კი ბატონო, 87-89 წლებში E30 M3 BMW Mercedes-ზე
დომინაცია შეძლო. კი ბატონო, აი ესე ჯობდა რომ მეთქვა Mercedes-ზე დომინაცია შეძლო. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც BMW Mercedes-ის სიმაღლეზე დადგა და შეეძლო ეთქვა რომ მე Mercedes ვაჯობებ. ეხლა როგორც არ უნდა დაიპუტოთ ყველამ რავი თმები და რაღაც ვენები გადაიჭრათ. BMW Mercedes-ის დონის აქამდე ვერასოდეს ვერ იყო რა. კი იყო რაღაც მომენტებში, როდესაც თითქოს უთანასწორდებოდა, მაგრამ Mercedes-ი მაინც სხვა დონე იყო ყველასთვის და BMW მაინც სხვა დონე იყო. BMW უფრო იაფასიანი, ბიუჯეტური, დაბალი დონის პროდუქტი იყო ვიდრე Mercedes-ი და აქ უკვე ისე გაიმართა წელში, რომ აქ უკვე წავიდა კამათი რა და ამ დღის მერე უკვე დაიწყო BMW-სა და Mercedes-ის დაპირისპირება და ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ საქართველოში ცოტა მიცის ამ მოვლენის შესახებ, საიდან დაიწყო BMW-სა და Mercedes-ის დაპირისპირება, სად გაუჩნდა BMW-ს პრეტენზია, რომ Mercedes-ის დონის იყო და სწორედ ამიტომ და კიდე იმიტომ, რომ BMW ბრენდი ზოგადად მაგრად მეოსება, გადავწყვიტე, რომ ცალკე ვიდეო გავაკეთო E30, E3-სა და 190 Mercedes-ის დაპირისპირებაზე და თუ გინდა ნახო ეგ ვიდეო, გამოიწერე არხი, დაალაიქე ეს ვიდეო, 5000 ლაიქზე უნდა ავიდეს ეს კონკრეტული ვიდეო, რომ ახალი ვიდეო დავდო და ასევე subscribe გჭირდება იმისთვის, რომ არ გამოგრჩეს E30-ისა და 190-ის დაპირისპირება. კარგი. 90-იანი წლები მოდი ამ ძალიან საინტერესო ამბით ჩავხუროთ, ამ დანაპირებით, რომ კონკრეტულ ავტომობილების ჯახზე კიდე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ და გადავიდეთ უკვე 90-იან წლებში. 90-იანი წლები. თუმცა სანამ 90-იანი წლების თემაზე გადავალ, ერთი რაღაც გამომრჩა 80-იანიდან და ეგ მინდა რომ ჩავაყვეხო. თუმცა მაინც 90-იან წლებში გადის ეს მოდელი რა. ესე იგი, 90-იანი წლები რო დგებოდა უკვე 80-იანი წლების ბოლოს BMW-მ გამოუშვა განსაკუთრებულად გამორჩეული უნიკალური მოდელი BMW E32, რომელიც უკვე აი ეს აკულა სიმსოტე იყო, მე სხვათა შორის გადაღებული მაქვს ეგ მოდელი და იმდენად მდიდრული და იმდენად ინოვაციური მოდელი გამოდგა ეს კონკრეტული სერია, რომ შეიძლება ითქვას, რომ BMW-მ ამით გარღვევა გააკეთა და კონკურენტებს ძალიან გაასწრო. მაგალითად, კონკრეტულად ამ მოდელზე იმდენად ბევრი კონცენტრაცია მოხდა და იმდენად ბევრი ფული დაიხარჯა, რომ გამოუშვეს Alpina-ს მოდიფიკაცია, რომელიც ერთ-ერთი უიშვიათესი ავტომობილია, Bugatti Veyronზე იშვიათი ავტომობილია და მე ის გადაღებული მაქვს აგერ არის ვიდეო, ჩემ ახსენებს, შეგიძლიათ ნახოთ. ეს იყო ძალიან დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ავტომობილი, რომელიც განსაკუთრებულად დიდარი ადამიანებისთვის იყო შექმნილი. ასევე ამ მოდელში წარმოადგინეს long ვერსია და V12-ის ძრავი. კი ბატონო, V12 გააკეთეს პირველად კონკრეტულად ამ მოდელში და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ამით BMW Mercedes გაასწრო 4 წლით, ხოლო VAG-ს 12 წლით. 4 წლის მერე შემოგთავაზა Mercedes-მა V12-ის ტიპის ძრავი და VAG-მა უკვე 12 წლის მერე შემოგთავაზა ეს ყველაფერი. ასევე უნდა ითქვას აუცილებლად, რომ პირველი საქალაქო ავტომობილი იყო, უბრალოდ პირველი საქალაქო სედანი იყო ეს E32, რომელშიც V12-ის ტიპის ძრავი შეხვდებოდა. მოკლედ, ძალიან დიდი ინოვაცია დააგდო BMW 80-იანი წლების ბოლოს და ასე ჩახურა 80-იანი წლები და გადავიდა უკვე 90-იანებში. 90-იანები კი ჩვენთვის ტკბილი 90-იანები, როდესაც ვიხილეთ E36, E38, E39 და უკვე BMW-ს პირველი SUV X5. კარგი. წავედით 90-იანებში. აქვე სანამ ვიდეო გაგრძელდება, მინდა შეგახსენო, რომ თუ გყავს BMW, შენი ავტომობილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ზეთის შერჩევა Gez Motors-ში შეგიძლია. Gez Motors-ი Liqui-Molis ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და BMW-სთვის სპეციალური Special-Tech სერიები აქვს. არა მხოლოდ BMW-ზე, მაგალითად მე ჩემ Mercedes-ში ყოველთვის Liqui-Molis Z-ს მოვიხმარ. ასე რომ შეგიძლია გაიარო Gez Motors-ში აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ის გადასახვევთან და მიიღო ოქროს ბარათი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გამომწერი ხარ. წარმატებებს გისურვებ. 90-იანი წლები. საქართველოში სამოქალაქო ომია. ადამიანები რუსთაველზე ზვიადის გაყვიიან და საღამოს პურის რიგში დგანან. ამ დროს გერმანელები E34-ით გადაადგილდებიან. 1988 წელს საზოგადოება მიხილა E34. იმავე წელს იხილა E34M5. E34M5 ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და საყვარელი მოდელია BMW-ს მოყვარულებში და ამ მონაკვეთში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მომხდება BMW-ს მოყვარულებისგან. იმიტომ რომ ვაპირებ ახსნა, რატომ არ არის დიდად განსაკუთრებული ეს მანქანა. სანამ ამ ყველაფერს გადავალ, შეგახსენებთ, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია BMW, ძალიან მიყვარს ეს ბრენდი და არავინ ფიქრობს, რომ ან Mercedes-ი მიყვარს, ან რაღაცა ასე შემდეგ განსაკუთრებული არა, მე ბრენდ ნეიტრალური ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტები მეც ყავს და BMW ერთ-ერთი ფავორიტია რა.
მოკლედ 74 იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ინჟინრულად გამართული ავტომობილი, რომელიც იმ ერადან არის, როდესაც ჯერ კიდე ხარისხიან დაკეთებდნენ ყველაფერს. ეს მანქანა გამოდიოდა 1 და 8, 2 და 0, 2 და 5, 3 და 0, 3 და 5, 4 და 0 ძრავები და რა თქმა უნდა გამოდიოდა 3 და 6 და 3 და 8, ეს უკვე იყო M5. 3 და 6 გამოდიოდა თავიდან, როდესაც M5-ის 35 M5-ის პირველი ვერსია გამოვიდა და რესტაილინგში უკვე 3 და 8 იყო რა. 3 და 6 ჰქონდა 316 ცხენის და 3 და 8 ჰქონდა 335 ცხენის. 74-ის ლეგენდარობა და იმიჯი უნდა ვთქვა რომ მთლიანად არის დამოკიდებული მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც BMW M მოდელისთვის ჩაატარა. მესმის რომ ახლა ეს ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ რა ვქნა ასია. 90-იანი წლების ბევრ ფილმში ეს მოდელი პოზიციონირდება როგორც ცუდი ბიჭების მანქანა და ეს იმიტომ გააკეთეს რომ იმ პერიოდში თითქმის იგივე სიტუაცია იყო სამყაროშიც. 1991 წლის 26 დეკემბერს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მთელს პლანეტაზე, საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, რა დროსაც წინ წამოიწიენ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი ფული იშოვეს. არც მანამდე აკლებდნენ საბჭოთა კავშირში რა 80-იანი წლებიდან უკვე მაგრა უბერავდნენ, მაგრამ ამ პერიოდში გაიჯეჯილეს, რასაც ქვია რა. M5-ის და ზოგადად 74-ის პოპულარობაც ამ ყველაფერს ემთხვევა. ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, სანამ შეჯამებაზე გადავალ რა. 74-ზე რო გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მას მოუწია ძალიან უსამართლო პირობებში არსებობა რა. მაგ დროს მისი კონკურენტი იყო 124. 124 იმდენად დახვეწილი და იმდენად მაგარი სედანი იყო, რომ დღემდე 124 500E ითვლება საუკეთესო სედანად, რომელიც ოდესმე გამოსულა. ეს არის ცალკე ისტორია, მას ცალკე ვიდეო ჭირდება და მაგის გადაღება აუცილებლად მომიწევს. მინდა კიდეც ასე რომ თუ გინდა რომ არ გამოგრჩეს ეს ვიდეო, დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე ეს არხი და მე მოგიყვები 500E როგორ შეიქმნა, როგორ შექმნა Porsche საუკეთესო სედანი ისტორიაში, რომელიც Mercedes-ის ლოგოთი გამოდიოდა. და ამ 500E-სთან შედარებით 74 M5 დიდი ვერაფერი მანქანა იყო პირდაპირ თქვა, ბოდიში თუ ვისაც წqit, მაგრამ რა ვქნა ესია და მორჩა რა, ის ძალიან მაღალი დონის მანქანა იყო. რითიც 74 M5 იგებდა იყო ის, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა, დაბლოკილი ხიდი ჰქონდა და მისი მარტივი ინჟინერიდან გამომდინარე, მისი მოცულება ბევრად მარტივი იყო რა. 124 თუ გზაზე იყო გართმული, რასაც ქვია რა და იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მოსახვევში კარგად დგარიყო. 74 M5 მაგაზე ნაკლებად იყო ორიენტირებული, უფრო მხიარული სამართავი იყო, უფრო ახალგაზრდული და უფრო იაფიც. აი ამ ყველაფერმა განაპირობა მისი პოპულარობა განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო და მანამდეც ეს კრიმინალური ბანდები ძალიან წამოიწიენ წინ და ქვეყანაში და საბჭოთა კავშირში ფული ვისაც ქონდა, ან მთავრობაში იყო, ან კრიმინალით იყო დაკავებული რა. საბჭოთა კავშირში მაინც ცოტა უფრო რთული იყო შეყვანა ავტომობილების ამ გარებაზრებიდან და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემოეყარა მთელი ეს BMW და Mercedes-ი და რა თქმა უნდა კრიმინალური ბანდების წევრებმა, ვისაც შედარებით მეტი ფული ქონდა, დაიწყეს ამ მანქანების ყიდვა. შედარებით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი წევრები კრიმინალური დაჯგუფებების ყიდულობდნენ 74-ს და ვისაც ახლა ძალიან ბევრი ფული ქონდა უკვე 74 M5-ს. ეს იმიტომ რომ ბევრად უფრო იაფი იყო ვიდრე 124 და ხასიათიდან გამომდინარე მათთან ბევრად უფრო ახლოს იყო რა. 74 უფრო ხულიგანი ტიპი იყო, რომელსაც უნდა რომ აი ვიღაცას რაღაცა წაართვას, დაუშავოს, დაჩაგროს, 124 უფრო სერიოზული და გაწონასწორებული ტიპი იყო რა. აი, უფრო მარტივად რო გითხრათ 124-ის მეპატრონეები 74-ის მეპატრონეებს დავალებაზე უშვებდნენ ხოლმე. ამით, რა თქმა უნდა, 74-ის დაკნინება არ მინდა, მაგრამ უბრალოდ ასე იყო და რა ვქნა, მაფიის ბოსებს 124 ყავდათ და მათ დაჯგუფებაში მყოფ ადამიანებს 74. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც 74 ასოცირდება უფრო ახალგაზრდულ, ხულიგნურ ადამიანებთან და რატომაც ახალგაზრდებს უფრო მოწონთ. ეხლა წარმოიდგინე საბჭოთა კავშირის პოსტსაბჭოთა კავშირის პერიოდია, ცხოვრობ რაღაც ქალაქში და გარეთ გამოდიხარ და ვინც კი ბლატაობს და ვინც კი რაღაცას ატრაკებს და ვინც კი მისაბაძია უბანში, მაგათი უმეტესობა დადის 74-ით. რა შვები შენ როგორც ბავშვი და როგორც თინეიჯერი, მოგწონს 74. ამიტომაც გაუჩნდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხალხს ეს ემოციური დამოკიდებულება 74-ის მიმართ და ამიტომაც არის ეს მანქანა ასეთი პოპულარული. ანუ რეალური მიზეზი არის ეს. ეხლა რატო ყავდათ დაჯგუფების წევრებს კიდე ეს ავტომობილი? გასაქცევად ძალიან კარგი მანქანაა. იმის გამო რომ მექანიკა ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლია გადართო და სწრაფადია რო ამანქანით ვიდრე ავტომატიკით, მისი ქცევა ბევრად უფრო მსუბუქია და ტემპერამენტიან ახალგაზრდულ ადამიანებს უფრო მოწონთ და შესაბამისად უფრო მეტ დანაშაულთან იყო ასოცირებული. მის პოპულარობას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ფილმებმაც. 2000 წელს გამოვიდა ფილმი რონინი, რომელშიც 74-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დევნაა შესრულებული რა.
ამ დროს მოხდა E34-ის პოპულარიზაციის პირველი პიკი. 94-ის პოპულარიზაციას ორი პიკი აქვს, ერთი ჰოლივუდის დამსახურება, მეორე კი ქართველი ბიჭის. კი ბატონო. გიორგი თევზაძის დამსახურება მისი მეორე პოპულარიზაციის პიკი და რა თქმა უნდა ახლა ყველა მიცით მაგ ადამიანმა რა ქნა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიწოდებ და არ ვემხრობი ქალაქში ისეთი რაღაცების კეთებას, რასაც გიორგი აკეთებდა. სხვაზე რო არ ვილაპარაკო, ჩემ თავს მოუბრუნდები, მეც მყავდა E36, მეც ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდი, სულ ყველა მოსახლეოს ზანოსით გავდიოდი, ყველა მოსახლეოში რაღაცას მაიმუნობდი. რა თქმა უნდა, ხა გიორგი ვითვარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც ახლა E36-ის პატრონი აკეთებდეს რა. სულ რაღაცას მაიმუნობდი და ვაფუჭებდი მაგ-მანქანით რა. მინდა ახალგაზრდებს გითხრათ, რომ საერთოდ არ მოგეწონებათ ეგ ყველაფერი წლები რო გავა. შეგწხვებათ თქვენი საქციელის, მიხვდებით რომ უპასუხისმგებლობა იყო და გაგიტყდებათ რომ გაიზრდებით. ასე რომ ყველას გიჩვენებთ რომ თუ რაიმე მსგავს კეთება გინდათ, არის აგერ ლილოში, ლილუ არენა, არის ასევე რუსთავის ავტოდრომი, შეგიძლიათ იქ წაბრძანდეთ, აკეთოთ რაც გაგიხარდებათ. ქალაქში მსგავსი სისულელების კეთება ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია და ყველას გთხოვთ რომ მსგავს რაღაცას იზამთ. ჩვენ რაც დავაშავეთ, იმისიც ძალიან მსხვენია დარწმუნებული ვარ უმეტესობას ვინც მაშინ ვაშავებთ. კარგი. მოდი ახლა გავაგზავნოთ E34M5-ზე რაც შეიძლება და მე თქვა, ეს არის ბევრს ამ მოდელს ესე აღარ ჩავეძიები, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენთვის ძალიან ბევრისთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილია, მეც ემოციურად ძალიან დაკავშირებული ვარ ამ მანქანასთან, მამა ჩემს ყავდა და მიყვარს ეს მანქანა, მაგრამ სიმართლე ესაა, რა გავაკეთოთ? ამიტომ მოდი ახლა გადავიდეთ E38-ზე. 90-იან წლებში E38-იც იხილა საზოგადოებამ და აქ მე უკვე მიუკერძოებელი ვეღარ ვიქნები. თქვენ იცით რომ მამა ჩემს ვინც ჩემს უყურებთ E38-იც ყავდა, მე გადაღებულიც მაქვს ეს ვიდეო, სადაც ეს ისტორია მოყოლილი მაქვს, აგერ არის შეგიძლიათ ნახოთ და ჩემთვის ეს მანქანა განსაკუთრებული ერთ-ერთი საყვარელი BMW-ა. ვიცი რომ 140-ის კვალობაზე ესეც დიდი ვერაფერი მანქანაა, რაღაც თვალსაზრისით 140 ბევრად მაღალი დონის მანქანაა, მაგრამ ჩემთვის E38 მაინც უფრო სასურველი ავტომობილია. მისი მართვის დინამიკიდან გამომდინარე, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისი ვიზუალიდან გამომდინარე, მე ძალიან მომწონს. დანარჩენი ახლა თქვენ გადაწყვეტეთ. სხვადასხვა E38-ზე რაც შემიძლია ესე ობიექტურად თქვა, არის ის, რომ ტექნოლოგიურად ბევრად უფრო წინ იყო მულტიმედიური თვალსაზრისით ვიდრე 140, იმიტომ რომ უკვე დესკტოპი ქონდა მოდელს, ქონდა მულტირული და ახლა მაშინ 140 მულტირული არ ქონდა ზოგადად ავტომობილებში ძალიან იშვიათი იყო ეგ ყველაფერი რა. ასე რომ რაღაც თავის უპირატესობები E38-ს ნამდვილად ქონდა, რომლის გამოც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს მანქანა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, რომელიც BMW-ს გამოუშვია. 90-იან წლების ბოლოს ასევე ახალ სეგმენტშიც და ბედი BMW, ეს იყო SUV-ების სეგმენტი და გამოუშვა პირველი X5 E53, თუმცა აქ ამ მოდელზე ბევრს აღარ გავაგზავნებ, 2000-იან წლებში მინდა რომ მაგაზე ვილაპარაკო ძირითადად, რაზეც მინდა უკვე ბოლოს თქვა, 90-იან წლების ბოლოს და რითიც მინდა რომ 90-იან წლები დავხურო, არის ისტორია თუ როგორ მოატყუა და გაძარცვა BMW-მ Volkswagen-ი. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მათ შორის ავარიაც. ამან შეიძლება ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს. თვეში რვალარად ამ რისკის დაზღვევა შეგიძლია. შეგიძლია გადახვიდე ქარუ ჯიზე და შეიძინო პასუხისმგებლობის დაზღვევა. თვეში სულ რაღაც 8 ლარი და შეგიძლია მშვიდად იყო. წარმატებებს და მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ. 1990-იანი წლების შუაში დაახლოებით Volkswagen-მა გადაწყვიტა, რომ შეეძინა Rolls-Royce და Bentley და შეიძინა კიდეც ამაში ძალიან სოლიდური თანხაც გადაიხადა $780 მილიონი. $780 მილიონი იმ დროისთვის იმდენად ბევრი იყო, რომ ახლა დაახლოებით ალბათ ჩემი აზრით $2 მილიარდი იქნება დაახლოებით. მაგრამ მოკლედ უზარმაზარი თანხა გადაიხადა რა. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ იმავე უფლების მოპოვებაზე მუშაობდა და ვაჭრობდა BMW-ც, მაგრამ Volkswagen-მა BMW ხახამშრალი დატოვა. დატოვა? კი. ნახეთ რა საინტერესო რაღაცა მოხდა რა. მოგვიანებით Volkswagen-მა აღმოაჩინა, რომ მან ავტომობილის წარმოების უფლება კი მოიპოვა, მაგრამ ბრენდის სახელი, ანუ Rolls-Royce და მასკოტი, აი ეს კაპოტზე რო ფრინავის სული აქვს, სიმბოლო, მასკოტი. მაგის ლიცენზია, ანუ უფლება, მაგის გამოყენების ლიცენზია და უფლება ჰქონდა სხვა კომპანიას, Rolls-Royce PLC-ს. Rolls-Royce PLC არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ძრავებს თვითფრინავებისთვის. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, BMW-მ ამ კომპანიისგან შეიძინა Rolls-Royce-ის სახელისა და მასკოტის გამოყენების უფლება $65 მილიონ.
რაზეც მოგვიანებით ფინანსური ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ ეს იმდენად დაბალი თანხა იყო, რომ ძარცვის ტოლფასიაო. კარგი, ახლა აგიხსნით აქ რა მოხდა ბიზნესის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა თქვენმა ვერ გაიგოს და გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ მოხდა, რომ იყიდა Rolls-Royce, მაგრამ სახელი ვერ იყიდა რა. ყველა ბრენდს და ყველა პროდუქტს აქვს თავისი სავაჭრო მარკა რა. აი მაგალითად Karus აქვს თავისი სავაჭრო მარკა, რომელიც მე დაპატენტებული მაქვს საქართველოს საკპატენტში და ამ პატენტის გამოყენება სხვას არ შეუძლია რა. ეს ნიშნავს იმას, რომ Karu ამ ლოგოთი და ამ სახელით არის ჩემი პროდუქტი და სხვა ვერ გააკეთებს გავს ვერაფერს. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ვიღაცამ არ გააკეთოს მსგავსი კომპანია, არ მიითვისოს ჩემი ბრენდი და ჩემი სახელით სხვას ცუდი რაღაცები არ გაუკეთოს რა. აი მაგალითად ვიღაცამ არ გამოუშვას სიტყვაზე Nike-ის ბოტასი, იგივე Nike-ის ლოგოთი და არ თქვას, რომ ეს არის Nike-ის ლოგო და არ მიყიდოს ვიღაცა სიაფასიანი და დაბალი ხარისხის პროდუქცია Nike-ის სახელით, რომ მე Nike-ს არ გაუფუჭდეს სახელი და გარკვევა შევძლოთ, რომელი Nike-ია და რომელი Schmeike რა. ნუ, ამ შემთხვევაში რომელი Karu-ა და რომელი Shmaru, ეგეთი რაღაცა. ზუსტად იგივე რაღაც მოხდა ამ შემთხვევაში. უბრალოდ აქ აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას ვისგანაც წარმოების უფლება იყიდეს და მანქანების წარმოების უფლება იყიდეს და არა სახელის გამოყენების უფლება რა. არ ქონდა სახელის გამოყენების უფლება თვითონ. მოკლედ, იყო რაღაც Rolls-Royce PLC კომპანია, ერთი ცალკე და იყო ცალკე კომპანია Rolls-Royce. ეს Rolls-Royce უშვებდა ავტომობილებს, ის Rolls-Royce PLC უშვებდა საავიაციო ძრავებს. Rolls-Royce PLC-ს ქონდა მარკისა და მასკოტის გამოყენების უფლება Rolls-Royce-ის მანქანებისთვის. ხოლო Rolls-Royce-ის კომპანიას ქონდა მანქანების წარმოების უფლება. Volkswagen-მა შეიძინა მხოლოდ მანქანების წარმოების უფლება. შესაბამისად, რადგან Rolls-Royce PLC-სგან არ შეუძენია სახელისა და მასკოტის გამოყენების უფლება, Volkswagen-ს არ ქონდა უფლება, რომ თავის გამოშვებულ მანქანაზე ეთქვა, რომ ეს არის Rolls-Royce და გამოეყენებინა ეს მასკოტი. ძალიან საინტერესო რაღაცაა. სწორედ ამ кейსზე ერთ-ერთი ფინანსური კომპანიის, საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსმა Hartmut Hohenმა თქვა, რომ ვიღაცამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ძალიან დიდი და ძვირადღირებული, უფრო სწორად რა. 780 მილიონიანი შეცდომა დაუშვა ვიღაცამ Volkswagen-ში. მე არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვა, მე მგონია, რომ ამაში ფული გადაუხადეს და ნახეთ რატო ვფიქრობ ესეთ რაღაც. არის ჭორი ესეთი, რომ კვანტების ოჯახს ქონდა ასევე წილი არაპირდაპირ, ოღონდ თვითონ ესე პირდაპირ არ ფლობდნენ, სხვაზე ქონდათ გაფორმებული ჩერეს წილი ქონდათ, ასევე Rolls-Royce-იც რა. კვანტების ოჯახი ვინ არის თუ არ იცით, პირველ ეპიზოდში მე მოვყევი, ამ BMW-ს ისტორიის პირველ ეპიზოდში მოვყევი, რომ კვანტი იყო ადამიანი, რომელმაც BMW გაკოტრების პირას მყოფი BMW იყიდა, გადაარჩინა და მოიყვანა იმ დონემდე, სადამდეც ახლა არის რა. ძალიან მაგარი ადამიანი იყო, საოცარი ბიზნესმენი, ინვესტორი და ნუ მე ოჯახს დარჩა ეს წილი, როდესაც ის გარდაიცვალა რა. და მოკლედ ამ კვანტების ოჯახს ასევე ქონდა წილი BMW-სა და Rolls-Royce-იც. ესეთი ჭორი დადის რა და ძალიან გავს ეს ჭორი რეალობას. მე ვფიქრობ, მე მგონია ესეთი რაღაცა, რომ კვანტებმა Volkswagen-ი გაძარცვეს. მიაყიდნენ Rolls-Royce მანქანების წარმოების უფლება, ისე დაალაგეს, რომ ვითომ შეეშალა Volkswagen-ის თანამშრომელს და ვერ მიხვდა, რომ ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლებას არ ყიდულობდნენ და ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება მე თვითონ იყიდეს BMW-სთვის $65 მილიონ და მიადგნენ Volkswagen-ს და უთხრეს, რომ ჯიგარო, ეხლა შენ მანქანებს კი უშვებ, მაგრამ მაგ მანქანებზე არ გამედო და ჩემი სახელი და ლოგო არ გამოიყენო. თორე გიჩივლებ ძალიან ბევრ ფულს აგახევ და წარმოების უფლებასაც წაგართმევ რა. ამიტომ ეხლა ადგები და მაგ ბრენდს მე მომცემ. რაღაცა პირობებზე შეთანხმდით, გამოართვეს Volkswagen-ს ეს ბრენდი, Bentley დაუტოვეს და Rolls-Royce წამოიღო BMW. აი ასე ძალიან სასაცილოდ და საინტერესოდ გაძარცვა BMW Volkswagen-ი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიადი ძარცვაც არის. და ნუ გაბრაზდებით მაინც და მაინც, იმიტომ რომ როგორც პიკასომ თქვა, კარგი ხელოვნები აკოპირებენ, გენიალურები კი იპარავენ. აი ესე ზოგჯერ უსამართლობებით არის სავსე ბიზნესი. ანუ რა ვიცი, უსამართლობაა. Volkswagen-ი ხო ნაცისტების მიერ შექმნილი ბრენდია. კარგი, მაგაზე მე მოგვიანებით მოგიყვებით რა. თუ გინდათ რომ Volkswagen-ზე მოგიყვეთ, როგორ შექმნეს ნაცისტებმა და როგორ მოვიდა იქამდე სადაც მოვიდა და ლაიქით ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და არ გამოგრჩეთ Volkswagen-ის ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თუ მართლა გინდათ რომ Volkswagen-ზე მოყვართ, საერთოდ გაინტერესებთ ეგ ბრენდი, იქნებ საერთოდ არღის გადაღება. მოდი გავაგრძელოთ და უკვე დროა რომ გადავიდეთ 2000-იან წლებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2000 წელს. ამერიკაში ბუში ხდება პრეზიდენტი, Britney Spears-ი თავის ლეგენდარულ სიმღერაში ირონიულად ნანობს, რომ Oops, she did it again და ნუ საქართველოში 2000 წლებია რა. 2001 წელს მახსოვს, რომ კერესინკაზე ვთქვებოდი.
გერმანიაში რაც ხდებოდა ის, რომ ჰელმუტ კანტე გახდა BMW-ს დირექტორი. ეს ადამიანი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ერთ-ერთი ყველაზე მოკლეხნიანი დირექტორია BMW-ს ისტორიაში და საკამათო. ზოგი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი დირექტორი იყო, ზოგი ფიქრობს, რომ არც ისე. რაც ამ ადამიანზე პირველ რიგში უნდა გითხრათ არის ის, რომ ის Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო რა. ანუ ტექნოლოგიებთან ძალიან დაახლოებული ადამიანი გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ტექნოფილი იყო. ჰელმუტ კანტეს დირექტორობის დროს ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა BMW-ს ისტორიაში. მაგალითად, iDrive-ის სისტემა პირველი დაინერგა S65-ში, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სისტემა იყო, რომელიც ავტომობილ სამყაროს უნახავს. მაგრამ თქვენ იცით, რომ მე მანქანა გადაღებული მაქვს, შეგიძლიათ ნახოთ და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტომობილია, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი აიღო BMW მაგ მანქანაში, ბევრი შეცდომა დაუშვა და მაგან მოგცა მე ის, რომ მოგვიანებით BMW-ს iDrive სისტემები ისე დაიხვეწა, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მულტიმედიური სისტემა აქვს BMW-ს და ეს ყველაფერი ამ ადამიანის ჰელმუტ კანტეს დამსახურებაა. 2000-იან წლებში BMW ცნობილია იმით, რომ ყავდა E38, უკვე ამთავრებდა E38-ის გამოშვებას, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელის. შემდეგ ეს ჩაანაცვლა E65-ით, რომელზეც თუ ნახავთ ვიდეოს, რომელსაც დავლინკავ აღწერაში, აღმოაჩენთ, რომ E65-ის 760 თითქმის Rolls-Royce-ია. ერთი და იგივე მულტიმედიური სისტემა აქვს, ერთი და იგივე ხმები აქვს სალონში, სავალ ნაწილებში ბევრ ნაწილებს იზიარებენ. მოკლედ შეიძლება Rolls-Royce იყიდო მეათეთ ფასად თუ იყიდი 760. ეგეც საინტერესო რაღაცა. ხო, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ აღწერაში იქნება ვიდეოს ლინკი დაგიტოვეთ. მანამდე კი მე გავაგზავნე და გეტყვით, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში BMW ძალიან დიდ ამონაგებს პოულობდა თავის SUV-ზე X5-ზე, რომელსაც Mercedes-მა დაუპირისპირა პირველი თაობისემელი. თქვენ ძალიან კარგად იცით პირველი თაობისემელი რა ბეხლეწი რაღაცაა, შეიძლება საიმედო ავტომობილი იყო, მაგრამ ძალიან ცუდად სამართავი. X5 მოკლედ მაგ თაობაში ბევრად წინ იყო რა, ბევრად სასიამოვნო სამართავი იყო, ვიზუალურად ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. მე პირადად ბევრად მომწონს ვიდრე M-ელი რა, მაგ თაობისემელი. ჩემი აზრით BMW მან მაგრა დაჯობა რა. ასევე ტექნოლოგიურად ბევრად დახვეწილი იყო და მოკლედ აჯობა. BMW აქ Mercedes აჯობა, ეგ უნდა ვთქვათ, მაგაზე მოდი ნუვიდავებ ძალიან გთხოვთ რა. ასევე ამ პერიოდში E39-ის წარმოებაც რჩებოდა, რომელიც თქვენ იცით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი M5-ია და რა თქმა უნდა E46. საუკეთესო სპორტული კუპე, რომელიც Porsche არ არის. E46-ის გადაღებული მაქვს, აგერ არის ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ და ამბობენ, რომ ყველაზე კარგი დასაწყისია, რომელიც საავტომობილო რივიუებში უნახავთ, ჩემ გამომწერები მაგას წერენ ხოლმე, ეხლა არ მინდა რამე ამპარტავნება გამომივიდეს, უბრალოდ გადადით და შეაფასეთ, დაწერეთ თქვენი აზრი, რამდენად მოგიწევთ ეს დასაწყისი. მე კი გადავალ S60 M5-ზე. E46-ზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველამ იცით ასე თუ ისე ამ მანქანის ისტორია რა. იცით რომ მარტო რამდენიმე რაღაცას ვიტყვი რა, ვიტყვი იმას, რომ გამოდიოდა სტანდარტული ძრავებით 2-0, 2-5, 3-0-იც გამოვიდა მერე და ასევე ვიტყვი, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო და კარგი M3 ძრავი აქვს E46 რა, მორჩა. ამით მორჩები E46-ზე საუბარს, მე მანქანა გადაღებული მაქვს, შეგიძლიათ ნახოთ. მინდა რომ S60 M5-ზე გესაუბროთ უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს არის პირველი M5, რომელიც უკვე ნამდვილ სპორტულ მანქანად შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში ცადეს. კარგი. S60 M5-ზე საუბარი მინდა დავიწყო 1995 წლიდან, როდესაც Formula 1-ში შეიცვალა რეგულაციები და 3-0 ძრავებზე გადავიდნენ რა, ანუ მაქსიმალური კუბატურა რაც შეგეძლო გამოგიყენებინა Formula 1-ში იყო 3-0. ბრენდებს შეეძლოთ გამოიყენებინათ V10-ან V12 ტიპის ძრავები, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ძალისა და მასის შეფარდება ყველაზე კარგი ქონდა V10 ტიპის ძრავებს. ამიტომ 1995-დან 2005 წლამდე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგი ერაა Formula 1-ში V10-ის ერა, რომელიც ყურისთვის ყველაზე სასიამოვნო და მუსიკალურად ყველაზე დახვეწილი პერიოდი იყო. ასევე ამ პერიოდში ჩემი საყვარელი მრბოლელი მიხაელ შუმახერი, ძალიან მაგარი კაცი, ასპარეზობდა და დომინირებდა, რა თქმა უნდა, ის იყო ლეგენდა, ახლაც არის და ჩემთვის ნომერ პირველი მრბოლელია. მესმის აიტო სენა, მესმის ნიკი ლაუდა, მაგრამ ჩემთვის პირადად მიხაელ შუმახერი არის ნომერ პირველი F1-ის მრბოლელი. ვინც არიცით, გეტყვით, რომ F1-ს ეძახიან ავტოსპორტის მწვერვალს. ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ ავტოსპორტს აქვს ორი მწვერვალი, ერთი არის F1 და მეორე არის რალი და ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, F1-შია რა. 1999 წელს BMW გახდა ძრავების მომწოდებელი სერ ფრანკლინ უილიამსის გუნდისთვის.
ეს ხელშეკრულება 5 წელს გაგრძელდა და დიდი ვერაფერი მოიგეს, მაგრამ BMW-მ დააგროვა ძალიან დიდი გამოცდილება სპორტული ძრავების მშენებლობაში. Formula 1-ის ძრავების საერთოდ სხვა განზომილება, ანუ ძალიან მაგარია რა. ნებისმიერ ბრენდს თუ პრეტენზია აქვს, რომ კარგ ძრავს აკეთებს, უნდა გვაჩვენოს მისი Formula 1-ის ძრავი. BMW-მ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ Formula 1-ში თავისი მაქსიმუმი შესაძლებლობები ეჩვენებინა, ნუ იქ რაღაცეებმა ვერ შეუწყო ხელი დიდ ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ წამოიღეს ძალიან მაგარი გამოცდილება. ამიტომ, როდესაც S60 M5-ის მოდელზე დაიწყეს მუშაობა, მიიღეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. მანამდე, როდესაც M ტიპის მოდელს უშვებდნენ, BMW ყოველთვის აკეთებდა ეგეთ რაღაცას რა, იღებდა სხვა ძრავს, რომელიც ჩვეულებრივ მოდელებში ჰქონდა დაყენებული, იქ ძრავზე რაღაც ცვლილებებს ახორციელებდა და აკეთებდა M-ის ძრავს. ამ შემთხვევაში საერთოდ სხვა ძრავი გააკეთეს რა, ანუ ნულიდან შექმნეს ძრავი, რომელიც იყო M5-ის ლეგენდარული Viati ძრავი. და თუ ვიღაცას ექნება კითხვა, რატო იყო ლეგენდარული ეს ძრავი, აი ბევრი მსმენია ხოლმე, რომ აი რატოა ლეგენდარული ეს ძრავი, განა Viati სხვა არ არსებობს, განა რაღაცა ხო და ძალიან ბევრი ადამიანი ისევ ამ კითხვას და ეხლა მე თქვენ გეტყვით, რატო იყო ეს ძრავი ლეგენდარული, ყოველ შემთხვევაში შევეცდები რომ გითხრათ. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ძრავი არის დამზადებული F1-ის ტექნოლოგიით. ეს ძალიან ცოტა საავტომობილო ძრავშია გამოყენებული, ძირითადად Ferrari-სა და McLaren-ის ავტომობილებშია ხოლმე ასე გაკეთებული, მაგრამ ნუ BMW-ის M5-ის ძრავა, ეს Viati-ის ტიპის ძრავა, S85 არის დამზადებული Formula 1-ის ტექნოლოგიით. გამოყენებულია ზუსტად იგივე საწარმოო მატერიალები, რაც Formula 1-ის ძრავების მშენებლობისას გამოიყენებოდა ხოლმე, ასე რომ თუ ჩვეულებრივი S60 M5-ის ძრავა შეიძლება გადამდგარი Volkswagen-ის Jetta ძრავისგან იყოს დამზადებული, აქ ეგრე არაა ჯიგრებო, აქ მარტო ალუმინი და სილიკონია გამოყენებული, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის და Formula 1-ში, აი BMW იძახს, რომ Formula 1-ში რასაც ვიყენებდითო ძრავებში, ზუსტად იგივე მატერიალები გვაქვს, აქაც გამოყენებული. ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ძალიან დასაფასებელია და ძალიან მაგარია. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ 5-დან 0 იყო ეს ძრავი და საკმაოდ მსუბუქი იყო, ასე რომ წონის შეფარდება გამომუშავებულ ცხენებთან ძალიან კარგი ქონდა, 5-7 ცხენს გამოიმუშავებდა ეს ყველა მიცით და ნუ უნდა აღინიშნოს აუცილებლად მისი ხმა. Viati-ის ტიპის ძრავები ყოველთვის საუკეთესო ხმას აგენერირებს და რა თქმა უნდა, ამ მოდელსაც ერთ-ერთი საუკეთესო ხმა აქვს. ამ ვისი ხმა ჯობია, როგორ ჯობია, ასე შემდეგ. ეგ მაგას არ ვიძახით, თქვენი დავეთ მაგაზე, მაგრამ მე უნდა აღვნიშნო, რომ ამ მოდელს ერთ-ერთი საუკეთესო ხმა აქვს და ამას ნამდვილად იმსახურებს BMW რო ითქვას. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები ქონდა ამ ძრავს, ძალიან ბევრ პრობლემას შეხვდა და მომხმარებლებისგან ძალიან ცუდი ფიდბექი წარმოვიდა მის საიმედოობაზე, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა რა, სრულყოფილი არაფერი არ არსებობს თითქმის ამ სამყაროში და არც ეს ძრავი ყოფილი და სრულყოფილი. უნდა აღინიშნოს მისი კომპრესია, ასევე შეკუმშვის კოეფიციენტი 12-1-თან, რაც საკმაოდ მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტია. რო აგიხსნათ რამდენი მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტია 12-1-თან, მინდა გითხრათ, რომ ძირითადად 9 აქვთ ხოლმე ძრავებს შეკუმშვის კოეფიციენტი საშუალოდ რა. ჩემ C63-ს მაგალითად 11.3 უწერია რა, მაგრამ ნუ ამას 12 აქვს. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ ძრავის შესაქმნელად გამოიყენეს E51 და P80 ტიპის ძრავები, რომელიც არის Formula 1-ის ძრავი, ასე რომ თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ძრავებზეც ინფორმაცია და უფრო კარგად გაიგებთ, რისგან არის ნაკეთები ჩვენი M5 Viati. თუმცა, ამ მანქანაზე საუბრისას მხოლოდ მის ძრავზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ასევე უნდა ვილაპარაკოთ მის გადაცემათა კოლოფზეც, რომელიც არის მესამე თაობის SMG. M5 S60-ის მესამე თაობის SMG ძალიან ბევრისთვის ძალიან ნაცნობი გადაცემათა კოლოფია, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს მის სპეციალურ მახასიათებლებზე, რომ გადართმისას პანჩურებს ირტყმევინება, რომ ასეთია, რომ ისეთია და ასე შემდეგ რა. სინამდვილეში ეს იყო ძალიან პროვოკაციული გადაცემათა კოლოფი, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ოპტიმიზირებული იყო იმაზე, რომ დრაგისას და სწრაფად სიარულისას კარგად გადაერთოს სიჩქარეები. ყველაზე ხის მოუჩი, სიჩქარეების გადათვის სიჩქარე იყო 80 მილიწამი, რო აგიხსნათ 80 მილიწამი რამდენია, დაახლოებით ეგეთ რაღაცაა დადგენილი, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფის გადართვა ადამიანს ცეპრენის გათიშვით და ხელით შეუძლია მინიმუმ 500 მილიწამში. ანუ 500 მილიწამიდან 80 მილიწამამდე ჩამოიყვანეს სიჩქარის გადართვა. ეს არის ასტრონომიული მაჩვენებელი. კიდევ უფრო საინტერესო რაღაცა რომ გითხრათ არის ის, რომ იმ პერიოდში Ferrari-ის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა 100 მილიწამი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ BMW-ის ეს გადაცემათა კოლოფი უფრო სწრაფად თავდა სიჩქარეებს, ვიდრე Ferrari-ის გადაცემათა კოლოფი. მე მიტარებია Ferrari 430, მიტარებია Lamborghini Aventador და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად იგივენაირი ჩავარდნა აქვს მათ გადაცემათა კოლოფებსაც, როგორც M60 M5-ს. შეიძლება უფრო მეტი ჩავარდნაც კი აქვს რა. აი Aventador-ეთი რომ მიდიხარ, რო გადართავს ესეთ რაღაცას აკეთებს და მე სწორდება თითქოს რა. მოგვიანებით მე გამოასწორეს უფრო გვიან მოდელებში Aventador-ში ეგ
გადაცემათა კოლოფის ლაგი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი თაობა მყავს ნატარები და იქ სერიოზული პრობლემა იყო ეგ ყველაფერი რა. მოკლედ ეგ არის ერთდისკიანი ცეპლინის სისტემა, უბრალოდ ერთი დისკი არ აქვს, მაგას ორი აქვს, მაგრამ ერთდისკიანს ეძახიან. მაგის მერე BMW-მ გამოუშვა უკვე DCT, რომელიც არის dual clutch transmission და DCT-ს მთელი იდეა ის არის, რომ ლუწი სიჩქარეები ერთ ჩაყოლებაზეა, კეტის სიჩქარეები მეორე ჩაყოლებაზე და სიჩქარის გადართვის ინოვაციურ მეთოდს იყენებს რა. რაც ნიშნავს ეგეთ რაღაცას, რომ როდესაც პირველ სიჩქარეშია მაგალითად და ერთ ჩაყოლებაზეა მოჭიდების დისკო, მეორე სიჩქარეზე უკვე მზადაა სიჩქარე, გამზადებულია გადასართველად, როგორც კი გადართვის დრო მოვა, უბრალოდ აქეთ რიადზე გადმოდის გადაცემათა კოლოფი და სიჩქარე გადაერთვება. რა, ყველაზე მარტივად ალბათ ასე აგიხსნით, ამაზე მარტივად ვეღარ აგიხსნით. ანუ სიჩქარის გადართვას კი არ აკეთებს, ორი სიჩქარეების ჩაყოლებიდან ერთიდან მეორეზე გადადის გადაცემათა კოლოფის მოჭიდება. გენიალურია. მართლა ძალიან მაგარია და მართლა ძალიან კარგია. უბრალოდ მე რაც ძალიან მაბნევს და რაც საინტერესო არის ის, რომ DCT-ს სიჩქარის გადართვის სიჩქარე, ანუ ეს სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვის დრო შედარებით მაღალია ვიდრე იმ ერთცეპლენიანი გადაცემათა კოლოფის. არ ვიცი ეს როგორ არის პირდაპირ გითხრათ. მე არ მიყვარს ესეთი რაღაცების ლაპარაკი, რაც საფუძვლიან და არ მესმის რა. აი, ბევრჯერ რო დავსვავ კითხვას რატომ და მე რო გავიგებ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, თუ გინდა გაიგო რაღაც როგორ მუშაობს, უნდა დასვა კითხვა რატომ და სტატისტიკაა რომ 5ჯერ მაინც უნდა დასვა კითხვა რატომ, რომ გაიგო ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. აი, ბევრჯერ რო გავიგებ და რომ მეცოდინება ესე რატო არის, მე შემიძლია გიპასუხოთ. აქ პირდაპირ რო გითხრათ სიმართლე არ ვიცი რატო არის ასე, მაგრამ ციფრები ამას აჩვენებს. შეიძლება ციფრები ცდება, შეიძლება მე ვერ გავიგე რაღაცა. უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი იცოდეთ. აი ამ საინტერესო ნოტაზე და კიდე ორ ინფორმაციას მოგაწვდით და დავამთავრებ 2000-იან წლებს რა. ასევე 2000-იან წლებში უკვე Z4-იც ვიხილეთ და 2000-იანი წლები ალბათ ერთ-ერთი საინტერესო წლებია იმითი რომ X5 განახლდა, ეს უკვე მრგვალი X5 გამოვიდა, X5M წამოვიდა. სხვათა შორის 2000-იან წლებში მორჩა ატმოსფერული ძრავების ხანა. ჩემი C63-იც ხო 2000-იანი წლების შვილია რა, ამათ E92 და E90 ყავდათ, ვერვა M3, სხვათა შორის ერთადერთი M3, რომელიც ვერვა E90 და E92 იყო და ასევე იყო ბოლო ატმოსფერული M3 და აქ დამთავრდა ატმოსფერული სპორტული ძრავების ერა BMW-შიც და Mercedes-შიც. კი ბატონო. ამის შემდეგ უკვე გადავიდნენ ტურბინირებულ ძრავებზე და შეგვიძლია მანდ უკვე გადავიდეთ 2010-იან წლებზე. თუმცა სანამ 2010-იან წლებზე გადავალ, მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ ძალიან მინდა გადავიღო ბოლო ატმოსფერული M და AMG. AMG მე მყავს მეგობრებო და ვინმეს თუ ყავთ E90 M3 და შეგიძლიათ რომ მათხოვოთ გადასაღებად, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ მეილზე, რომელიც აღწერაშია მითითებული, ძალიან გთხოვთ, აქაც დავწერ nautoblog@gmail.com, აქ მომწერეთ, ძალიან გთხოვთ, მინდა რომ ერთი კარგი ვიდეო გადავიღო რა. ოღონდ დრიფტი და ზანოსობა იქნება მაგ ვიდეოში და ვისაც არ გენანებათ, ეგ გაითვალისწინეთ. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ 2010-იან წლებზე და მანდ უკვე მალე მოვრჩები ვიდეოს. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მათ შორის ავარიაც. ამან შეიძლება ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს. თვეში რვალარად ამ რისკის დაზღვევა შეგიძლია. შეგიძლია გადახვიდე ქარო ჯიზე და შეიძინო პასუხისმგებლობის დაზღვევა. თვეში სულ რაღაც 8 ლარი და შეგიძლია მშვიდად იყო. წარმატებებს და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. 2010-იანი წლებიდან ყველაფერი ცოტა უცნაურად მიდის BMW-ში რა. ცოტა უკან დაბრუნდები და გეტყვით, რომ Helmut Panke's დირექტორობის პერიოდში BMW-მ დაიწყო ალტერნატიულ საწვავზე ფიქრი. და სწორედ მისი მეთაურობით, როგორც უკვე გითხარით, ტექნოფილი იყო, დაიწყეს ელექტრო BMW-ს გამოშვებაზე მუშაობა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო 2010-იან წლებში და ვიხილეთ i3, რომელიც იყო ბიუჯეტური ელექტრომობილი. i3 გამოდის ორგვარი რა, ერთი ელექტრომობილი და მეორე ელექტრომობილი, მაგრამ ძრავით. ეს ორი სხვაობა i3-ში. მოგვიანებით ასევე i8-ს ვიხილეთ, რომელიც სპორტული ჰიბრიდული ელექტრომობილია, მე i8 ძალიან მომწონს. ფიქრობდი კიდეც ყიდვას იმდენად მომწონს, მაგრამ ხო რაღაცამ დამატორმოზა, არ ვიცი რა, მაგრამ ძალიან ლამაზი მანქანა, ჩემი აზრით მის დიზაინს დრო არ აქვს, ჩემი აზრით ის ყოველთვის ლამაზ ავტომობილად დარჩება. გამოუშვა და რა თქმა უნდა გამოჩნდა ეს ავტომობილი კინოში, მაშინ შეუსრულებელი მისიაში გამოჩნდა ეს i8 პირველად და იქ მოგვეწონა ყველას და მე უკვე ქუჩაშიც ვიხილეთ. ისეთი ავტომობილია, რომ ვერაფრით ვერ მიხვდები, რომ 15 წლის წინანდელია ეს მოდელი და ახლა 15 არა, მაგრამ 10 წლის წინანდელია ეს მოდელი და ფიქრობ, რომ ჯერ არც გამოსულა და კონცეფტია რო უყურებ. ძალიან საინტერესო მოდელია და
დიდი მადლობა მინდა პანკეს გადაუხადო, რომ ის რო არა, ჩვენ აი რო არ გვეყოლებოდა რა. ასევე 2010-იან წლებში გამოვიდა უკვე პირველი ტურბინიანი M-ი, ასევე გამოვიდა F30, F10, F15 და მოკლედ F-ების ხანა და მერე G-ების ხანა დაიწყო და გადავიდა. ეხლა მინდა რომ უკვე ფინიშისკენ წავიყვანო ეს ვიდეო და რატო? 2010 წლის შემდეგ თითქმის ყველაფერი იცით BMW-ზე რა. აქ აღარაფერი ისეთი აღარ არის სალაპარაკო, რომ ვაუ, თქვა რომ ეს ესე ყოფილა და რაღაცა რა. ისტორია მოვყევი აქამდე 2010 წლის მერე უკვე ყველა მოდელი იცით და ასე შემდეგ. სათქმელი ბევრი არაფერია, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ BMW-მ დაიწყო ელექტროფიკაცია თავისი ავტომობილების, თუმცა მოგვიანებით ეს ყველაფერი გადადო. ევროპაში 2030 წლისთვის უნდა აკრძალულიყო შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა, მაგრამ იმის გამო რომ აღმოაჩინეს რომ ელექტროავტომობილების წარმოება არც ესეთი პრაქტიკული და არც ესეთი მარტივია, როგორც იმედოვნებდნენ რომ გახდებოდა რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირმა შეიმუშავა ესეთი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა რომ გადადეს ეს შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით. ასე რომ 2030 წელს ევროკავშირში ელექტროავტომობილები არ გაიყიდება, მხოლოდ ელექტროავტომობილები არ გაიყიდება, შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებიც გაიყიდება. შესაბამისად, BMW-მ თავის ელექტროფიკაციის გეგმასაც გადახდა. თუმცა სპეციალურად არ ვყვები აქ ამ თემაზე, იმიტომ რომ ელექტრომობილებზე ცალკე ვიდეოში ჩაწერა მინდა და თუ გინდათ რომ ეგ ვიდეო ნახოთ, დაწერეთ კომენტარებში, გამაგებინეთ რომ ნამდვილად გინდათ ეგ ვიდეო, იმიტომ რომ მე ამაზე დაახლოებით 1-2 კვირა უნდა დავხარჯო და მე მთელი დღის განმავლობაში ასე ვილაპარაკო და აღარ აი მართლა ძალიან ასეთი შრომატევადი არც ერთი ვიდეო არ ყოფილა მე მგონი რაც გადამიღია რა ძალიან რთულია მართლა ასე რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო რომ მიუხვდე რომ მართლა გინდათ დაწერეთ კომენტარებში რომ გინდათ რომ ესეთი ვიდეოები გავაგრძელო ასევე დაწერეთ რომელი ბრენდის ისტორია გინდათ რომ მოგიყვეთ ასე დეტალურად და კიდე თუ რაიმე სისურვებით დამატებას ეგეც გამაგებინეთ სიამოვნებით მოგისმენთ რა მოდი ახლა მე აქ მორჩები და ბოლოს გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას BMW-ში ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს არის წონა ბოლო პერიოდში BMW ძალიან დამძიმდა და ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ევროკავშირში ფიქრობენ რომ ძალიან აბინძურებს ავტომობილი გარემოს. შესაბამისად, ავტომობილებს უფრო და უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ გამონაბოლქვზე. ამის გამო ავტომობილები ვეღარ უშვებენ ატმოსფერულ ძრავებს, ტურბინებს უშვებენ და ელექტრონული დამხმარეები ჭირდება. თუნდაც რომ ავტომობილმა სწრაფად იაროს, ელექტროძრავების დახმარება ჭირდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ახალი M5 ძალიან მძიმეა. მე უკვე მქონდა ერთი M5-ის გადაღების შეთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, იმიტომ რომ M5-ს მე არ გადავიღებ თუ იქ ძალიან ბევრი ზანოსი და დრიფტი არ იყო და ბევრნაირი გატესტვა და იმ M5-ის მეპატრონეს არ უნდა და მანქანის წვალება რა. ადრე თუ გვიან მე გადავიღებ მაგ M5-ს, რა თქმა უნდა და გადავიღებ ჩემებურად. მოგიყვებით რატო ასეთი მძიმე, რა არის მიზეზები, მაგრამ მანამდე გეტყვით ერთ საინტერესო რაღაცას. როდესაც BMW-ს მიწვევით, მე ვიმყოფებოდი დუბაიში, შარშან, გავიცანი BMW-ს მარკეტინგის ჰედი ერთ-ერთი და ვესაუბრე ერთ საინტერესო საკითხზე, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებდა რა. რატო დამძიმდა BMW ასე და ასევე რატო არ შეუძლიათ გამოუშვან E46 M3 თავიდან, რომ ახალი E46 M3 ვიყიდოთ, ვისაც გვინდა. იმიტომ რომ ეს არის ლეგენდარული ავტომობილი, ძალიან გაგვეხარდება რომ ეს ახალის ყიდვის საშუალება მოგვეცეს და why not ძალიან მაგარი იქნება. ამაზე მითხრა ერთ-ერთი რაღაცა რომ სულ რო გავაკეთოთ ეგეთი აქციაო ან ეგეთი გამონაკლისიო რომ E46 M3 თავიდან გამოუშვათ, ახლა ისე არის გამკაცრებული რეგულაციებიო რომ ჩვენ მაგას ვეღარ გავაკეთებთ ატმოსფერული ძრავითო. და მოგვიწევს ტურბინირებული ძრავის გაკეთება და ელექტრო დამხმარეების ჩადება კიდე შიგნით, რომელიც ავტომობილის იმდენად დაამძიმებს, რომ ეგ ისე E46 აღარ იქნება შერაც მოგწონსო რა. ამიტომ სამწუხაროდ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე შეუძლებელია E46 M3-ის თავიდან გამოშვება ამ იდიოტური რეგულაციების გამო რომელიც ფიქრობს, რომ ვითომ სამყაროში გლობალური დათბობა ავტომობილების ბრალია. არა და ავტომობილების ბრალი არაფერი არ არის, ჩემი პირადი აზრით, შეიძლება რაღაც საფუჭებენ, მაგრამ იმდენს ვერაფერს ჯობია ავოკადოს ჩამოტანა შევწყვეტოთ სამხრეთ ამერიკიდან, იმიტომ რომ მე M5-ის ვიდეოში დავითვალე ეგ ყველაფერი და აღმოვაჩინე, რომ სამხრეთ ამერიკიდან ავოკადოს ევროპაში ჩამოტანა უფრო აბინძურებს გარემოს ვიდრე M ტიპის ავტომობილები. აი ძალიან საინტერესო და უსამართლო ნოტაზე გემშვიდობებით და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ გინდათ რომ ეს ვიდეოები გავაგრძელოთ, დაწერეთ კომენტარებში.